მოდით აი რითიც დავასრულეთ საუბარი, თქვენთანაც ამით დავიწყებ, ამით გავაგრძელოთ საუბარი, ბატონი გი ასეთ რამეს ამბობდა, რომ ვიცი მე თქვენი პოლიტიკური კოალიციის პოზიცია, თუმცა რაღაცნაირად აი არჩევნებში შეყოლას იმიტომ არა რომ ოცნებას კოჭი გაუგოროთ, არამედ ლუსტრაცია მოხდეს მათი ქმედებებისა. თუ ის მარტო მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ხადი ალბათ არც გაყალბება დაჭირდება, მაგრამ თუ ყველა ერთად იბრძვის, გაყალბების უფრო ისეთი მასშტაბები იქნება, რაც გამოჩნდება, ისეთ რაღაცას ამბობდა ბატონი გი, აი ამ ვერსია პოზიციაზე რას? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მივესალმებით პოლიტიკურ პატიმრებს, თუ ეხავ მე ამ ეთერს უყურებს. ხო, რაც შეეხება მაგ საკითხს, ხო, თუ ამ არჩევნებში არავინ არ შეყვება ქართულ ოცნებას, გულისხმობ ოპოზიციას და მეინსტრიმ ოპოზიციას და ოპოზიციურ ჯგუფებს, მაშინ ის არჩევნები ვერ შედგება. არჩევნები არ არის უბრალოდ რაღაცა ადმინისტრაციული პროცედურა, როდესაც რაღაცა არჩევნები გაიხსნება და იქ ერთი პარტიის ამომრჩეველი მივა და თავის თავს მისცემს ხმას. ეს არ არის არჩევნები. არჩევნები არის მინიმუმ კონკურენტული უნდა იყოს მინიმუმ თავისუფალი, გამჭვირვალე და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ აქ საქართველოში დღეს არჩევნები არც ერთ ამ ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. აღარც კონკურენტუნარიანი არის, იმიტომ რომ ციხეში არის ყველა პოლიტიკური ლიდერი, ჩვენი კოალიციის ლიდერების ჩათვლით. ჩვენ ვიცით, რომ ის აღარ არის გამჭვირვალე, ჩვენ ვიცით, რომ ის აღარ არის თავისუფალი და სამართლიანი, ხო? 2024-ის არჩევნები იყო მსოფლიოში ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც 2024 წელს ჩატარდა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი დასკვნის თანახმად. ამის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, როგორც პოლიტიკური, ასევე თქვა სამართლებრივი, ხო? საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, რაიმე ახალი ლუსტრაციის საჭიროება აღარ არსებობს. ეს ლუსტრაცია უკვე მოხდა 2024 წელს, ეს ლუსტრაცია მოხდა უკვე წინა წლებში, მათ შორის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში 1000-1200 ხმით წააგო კანდიდატებმა, ოპოზიციის კანდიდატებმა. მაგრამ მეორე ტურით უკან დაიბრუნა ეს წაგება, ხო? ხო, მაგალითად, ბათუმში გიორგი კირთაძემ წააგო ქოც კანდიდატთან იმდენი იმაზე ნაკლები ხმით, ვიდრე ხმები გაუბათილეს. ანუ ეს რაღაცები 2021-ში უკვე მოხდა და 2024-ში საერთოდ კატასტროფა მოხდა. ანუ ეს რაღაცა მუდმივი ლუსტრაცია. ხო, დაინახეთ რახან თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი, ამასაც კითხავ, თუ 2021-ში მოხდა, თუ ოპოზიციამ დაინახეთ, რომ აი რაღაცნაირად, მაგრამ მაინც თქვენი ვერ გაიტანეთ. 24-შიც იგივე მოლოდინი უნდა გქონდათ ალბათ უარესი. 24-ში უარესი შედეგები დაიწერეს, ხო, თქვენთვის უარესი, ასე ვთქვათ. და ამ ორი არჩევნების გამოცდილებით ამბობთ ახლა, რომ ახლა შეყოლას მათი მარტო დარჩენა. არა მარტო ამ ორით, მათ შორის 2020-ის არჩევნების ვიცით ჩვენ, ხო, როგორ ჩატარდა. ეს საბოლოო ჯამში პრინციპში ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიკრა ისეთი მოცემულობა, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ საერთოდ არჩევნები აღარც კი ჩაატარა, ეს იყო რაღაცა მართლა რუსული სპეცოპერაცია და მართლა კატასტროფა ყველა გაგებით. ამიტომაც ეს ლუსტრაციის თუ ნიღბის ჩამოხსნა, რასაც მათ შორის ბატონი გია ამბობს და სხვები, რომლებიც ამ არჩევნებში შესვლას ემხრობიან, მათ შორის პარტია ლელოს ლიდერები, ხო? ეს უკვე გავიარეთ, ეს უკვე მოხდა და ამ ერთი და იგივე წრეზე სიარული აღარ არის, ასე ვთქვათ, აუცილებელი და აღარ არის მომგებიანი. ახლა ამ შემთხვევაში ჯობია რომ გავაგრძელოთ ის არჩეული გზა. ეს არის თანმიმდევრული არათანამშრომლობა რეჟიმთან და მისი დელეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე ქვეყნის გარეთ. ის პრობლემები, რასაც თქვენ საუბრობთ, ეხლა რაც მიდის ქართულ ოცნებაში, რაც საუბრობდა მათ შორის ბატონი გია. ეს ყველაფერი იმან კი არ მოიტანა, რომ რაღაცა თბილისის და ღვანკითის გამოგლეჯვაზე იყო ოპოზიცია ფოკუსირებული. ეს მოიტანა იმან, რომ არ ვაღიარეთ ქვეყნის შიგნით მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, არ შევედით პარლამენტში, არ ვეთანამშრომლებით, არ მივდივართ კომისიაზე, ხო? ციხეში რატოზის ეს ხალხი, ნიკა მელია, ნიკა გვარამიას, რატოზის ციხეში, იმიტომ რომ არც მივიდნენ იმ კომისიაზე, რომელსაც არ აღიარებენ, ხო? ასე იქნა საბოლოო ჯამში სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა. ეს არის რაც ხოც უქმნის პრობლემებს. და ეს არის რის გამოც ხოცი არის აი ამ იზოლაციაში და არა ის რომ რაღაც თბილის გამოგლეჯთან რაღაც. თეორიულად ეგ შესაძლებელი რომ იყოს და თეორიულად რომ ჩვენ რაღაც თქვა 4 წლით უკან ვიყოთ, მაშინ სხვა მსჯელობა იქნებოდა, მაშინ სხვა გარემოება იქნებოდა, შესაძლებელია განგვეხილა რომ ამ არჩევნებში შევიდეთ. ანუ აუცილებლად ბოიკოტის კამპანია, აუცილებლად არჩევნებში შესვლა, ეს აუცილებლად სწორი, აპრიორი სწორი ან აპრიორი არასწორი კი არ არის, კონტექსტს გააჩნია და მოცემულობას გააჩნია. ამ მოცემულობაში ჩვენ და მათ შორის 8 პარტია ხო, რომელიც გავერთიანდით სხვა არასამთავრობო ჯგუფებთან ერთად, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების ოჯახებთან ერთად, ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ის ხაზი, რაც ავირჩიეთ. ჩვენ ხო ხედავთ, რომ ქოცებს 200-მდე სანქცირებული პირია. აი 8-2-ით როგორ შეიძლება რომ ის არჩეული გზა გამოვიდეს ისეთი რომ დასახულ მიზნამდე მივიდეს, იმიტომ რომ ორი პოლიტიკური პარტია ერთობა გაცხადებულად ამბობს, რომ სწორედაც რომ შეყვება იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ შეყოლას აზრი არ აქვს. აი ასეთ დროს
რა თქმა უნდა სასურველი არის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის, მათ შორის 4-5 თვის წინ დავიწყეთ ამაზე საუბარი, რომ იქნებ შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ხო? მაგ ნიკა მელია და ნიკა გვარამე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ამბობდა ჯერ კიდევ მარტში, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე ერთიანი პოზიცია. ხო, თეორიულად ეს ერთიანი პოზიცია მართლა გასვლად შეიძლება ყოფილიყო არჩევნებზე, მაგრამ ყველაფერი რაც შემდგომ და მანამდე მოხდა, მიანიშნებდა იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების არ გასვლა ამ არჩევნებზე და ბოიკოტი ხო ამ ყალბი არჩევნების იყო უფრო სწორი გადაწყვეტილება. რადგან მაშინ პარტია ლელონ და მათ შორის პარტია კახარია, რომელიც თქვენ ახლა აღნიშნეთ, ნუ რაღაცა სიტყვა ბანზე გაგვიგდეს და ჯერ რა დროს იქამდე 7 თვეა, 6 თვეა რაღაც გაუგვებარი არგუმენტები იყო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ჩვენ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდ რომ ამ პარტიას მიღებული ჰქონდათ ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება მანამდე უკვე, როდესაც ჩვენ ამაზე დავიწყეთ საუბარი, ისინი აპირებდნენ ამ არჩევნებში გასვლას რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, ხო, იმიტომ რომ რაღაცა იმ რა ვიცი, წაართვან რაღაც სხვა პარტიებს რაღაც ამომრჩეველი თუ რაღაც ინფრასტრუქტურა განევითარონ და რა ვიცი მოემზადონ უფრო ხანგრძლივი სისტემური ოპოზიციობისთვის. ეს არის საავადმყოფოდ რაც ჩანს და ეს თავიდანვე რომ გამოჩნდა, ნუ სამწუხაროდ ამ გზას შეჯიბრობით არ გადაუხვიეს. ეს იქნება შეცდომა თუ ისინი ამ გზას აირჩევენ და ამ გზას გაყვებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეხლა ძევლები ვერ გახვდებით მისი ამ გადაწყვეტილების. თუ ისინი ამ გზას აირჩევენ, ისინი გამოჩნდება რომ არიან ქართული ოცნების იმ სისტემის ნაწილი საბოლოო ჯამში. რაც ოცნებამ შექმნა და სამწუხაროდ მოგვიწევს ჩვენს რომ ოცნების კრიტიკასთან და ოცნებასთან ბრძოლის რეჟიმში მათ შორის ეს პარტიების მოიხსენიეთ როგორც მათი გამაძლიერებლები თუ სისტემური ოპოზიცია. კეთილი, არის რაიმე ესეთი უხილავი ძაფები დარჩენილი დალაპარაკობთ ერთმანეთთან? კი, მე არ ვიფიქროს ვინმე რომ ეს კომუნიკაცია არ შემდგარა, ან საჯაროდ რაც შედგა პრინციპში ყველამ ნახა და ეს კომუნიკაცია რა თქმა უნდა ისეც მიმდინარეობს, ხო, პერსონალურ დონეზე. არანაირი პრობლემა ამის არ არის. უბრალოდ ამბავი იმაში არის რომ იგივე მაგალითად პარტია ლელოს რა ვიცი, გადაწყვეტილი აქვს. იქ იციან ბევრმა, რომლებიც მათ შორის სპიკერები თქვენს ეთერებშიც რო დადიან და ამბობენ რომ უნდა გავიდნენ არჩევნებზე. პირად საუბრებში ბევრი მათგანი ამბობს რომ იცის რომ სისულელია ამ არჩევნებში გასვლა. მაგრამ არ ვიცი მე რა მოდელი არის ამ პარტიაში მართვის ან არ ვიცი მე საერთოდ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები. არ მინდა ეხა რაღაცა ისეთ ბრალდება გავაჟღერო, რაც დაზუსტებლად არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ცუდი რაღაცები ჩანს. ფაქტია რომ ეს ხალხი ერთს ფიქრობს და მეორეს ამტკიცებს რა და კი რაც შეგვიძლია ველაპარაკებით დღესაც თუ ლელო მიიღებს გადაწყვეტილებას, სწორ გადაწყვეტილებას და გააგრძელებს იმ თანამედროვე გზას, რაც აირჩია, ხო ეს არის პარლამენტში არ შესვლა, დელეგიტიმაცია, არ თანამშრომლობა და მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში არ გასვლა. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან სასიხარულო და ჩვენთვის გამოჩნდება სივრცე ერთიანობის და თანამშრომლობის და ყველაფერი იმის, რასაც ისინი ხმალაღალის ტყვეებით ლაპარაკობენ, ხო, საწინააღმდეგოს აკეთებენ მერე და ნუ რა ვიცი ხა თუ ამას არ გადაიფიქრებენ, მაშინ ჩვენი გზები ამ შემთხვევაში იყოფა ძალიან მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ჩვენი გზა არის, ჩვენი კოალიციის და იმ 8 პარტიის, ხო, რომლებიც თანამშრომლობთ, ეს არის არ თანამშრომლობა, ამ არჩევნებში არ შესვლა და გაღრმავება კრიზისის, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ხოლო მათი გზა იქნება რა ვიცი სისტემურ ოპოზიციად გახდომა და ნორმალიზაცია ამ სტატუს quo-ში. ხო, რაც მათ შორის ეწერა რეზოლუციაში ევროპარლამენტის მიერ მიღებული სტატუს quo-ს ნორმალიზაცია, ამ ველური ავტორიტარიზმის ნორმალიზაცია არის გზა, სადაც საიტკინას ლელო და გახარიას პარტია მიდის და ეგ დაუშვებელი არის ჩვენი აზრით და რა ვიცი, თუ შევთანხმდებით, უნდა შევთანხმდეთ ამაზე და სხვა რაიმე უფრო არგუმენტი თუ აქვთ ისეთი ხა ნიღაბი ჩამოხსნათ. აი მათ შორის ბატონი გი ამბობდა წინა ეთერებში არ ვიცი ხა თქვა თუ არა არ მესმოდა. თბილისშიო უნდა დავიცვათო საარჩევნო უბნებიო და ოქმების გაყალბების საშუალება არ უნდა მივიწოდოთ. დიდი ბოდიში, მაგრამ აღარ იწერება ეს ოქმები. შეიცვალა ჩატარების წესი, ელექტრონული ჩეკი ამოდის 10 წუთში და იქ უკვე აი მაქინაციები, რასაც ქართული ოცნებამ ჩაატარა წინა არჩევნებზე 10 წუთში უკვე ამოდის ჩეკი, სადაც წერია რაღაცა არანორმალური შედეგები, ხო და ეს ოქმები აღარ იწერება და აღარ ითვლება ისე როგორც იყო 3 და 4 წლის წინ ეს ფაქტობრივი გარემოებების ხო უნდა გვესმოდეს, არა? ანუ ვერაფერს ვერ დაიცავ იქ შენ საარჩევნო უბანზე, იმიტომ რომ სხვანაირად არის პროცედურულად ეს ყველაფერი მოწყობილი და არ შეიძლება ესეთ რაღაცა ტყუილს თუ მცდარ ინფორმაციას დავაფუძნოთ შემდგომი სტრატეგია რა. კეთილი, 5 ოქტომბერს რა შვებით? რა ხდება 5 ოქტომბერს? 5 ოქტომბერი არის ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფრთას გულისხმობ გათენ და 5 ოქტომბერი. ხო. ანუ რაღაცა ალბათ ცოტა შორი არის, მაგრამ რაღაც გეგმები გექნებათ, ხო? საბოლოო ჯამში 5 ოქტომბერი რაღაცა ერთი თარიღი ესე არ არსებობს, როცა 5 ოქტომბერს ან 3 ოქტომბერს რაღაც შედეგი უნდა დაადგეს. ჩვენი მიზანი არის რომ ხო, ნუ მესწრობითად გითხარით, რადგან უკვე ეს თვითმმართველობის არჩევნები ოცნებას ასე თუ ისე ჩატარებული ექნება, მაგიტომაც ვიკითხე. კი, მე გეტყვით რა ჩვენი გეგმა რა არის? ჩვენი გეგმა არის რეჟიმის დელეგიტიმაციის კამპანია, რომლის ნაწილიც არის მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში არ შესვლა. სიტყვა ბოიკოტსაც კი არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადო რაღაც პროცესს, რაც რეალურად ტარდება და ეს რაც უნდა ჩატარდეს 4 ოქტომბერს, ეს არჩევნები
არ არის. არც ერთი კრიტერიუმი. შესაბამისად, ბოიკოტიც კი აღარ გვჭირდება სიტყვა ხსენება. საუბარი არის ამ არჩევნებში არ შესვლაზე, საუბარი არის პროტესტის გაფართოებაზე, საუბარი არის ხალხისთვის ალტერნატივის დანახვებაზე, იმაზე თუ საიდკენ მიყავს ივანიშვილს ეს ხელისუფლება. ხო ეს რაღაც არანორმალური მდგომარეობა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების რეალური შანსი, სანქციები, მათ შორის უკვე ქვეყნისთვის, რომელშიც შეიძლება ჩვენ გავვეხოთ, ხო? ეს ყველაფერი ამ ყველაფერს საიდკენაც ქვეყანა მიყავს, ეს არის უდიდესი გაუგებრობა, ქაოსი და რა ვიცი, აი რიჟვაძის ფილმში გასტროლი ტყვია, ამის კარგი რაღაც კადიროვის ჩეჩნეთიზაციისკენ მიდის ეს ქვეყანა, ხო, საბოლოო ჯამში. ამიტომაც ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ პარტიებმა, ეს არის აი ამ პროტესტის გაფართოება, ალტერნატივის ჩვენება, ადამიანების, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლების დარწმუნება, რომ ასე ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი და საჭირო არის კრიზისის გადაჭრა და განმუხტვა, რაც იქნება მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი წესები და პოლიტპატივრების გამოშვება, რასაც ვითხოვ ჩვენ პარტიები და საბოლოო ჯამში ეს 5 ოქტომბრამდე შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი და უფრო სწრაფად ვიდრე გვიან 5 ოქტომბრის მერე შეიძლება მოხდეს, ანუ რაიმე ერთი თარიღი ვერ იქნება რაღაც განსაზღვრული. ეს 4 ოქტომბრის არჩევნები რო არ ყოფილიყო, რა უნდა გვექნა ერთი, ანუ თავის ხუთს ხوار დავიხურებდეთ, სახში ხوار წავიდოდით. ანუ ამას უნდა მივუდგეთ როგორც განგრძობად პროტესტს, რომელიც უფრო მალე მეგვიყვანს მიზნამდე თუ იქნებით თანამდებობები ვიდრე პირიქით და ერთი წინადადებით მინდა თქვა, რომ 19 ივლისს 19 საათზე თესეულსდან გვექნება მარში ჩვენ რვა პოლიტიკურ პარტიას და პლუს სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელიც ითხოვს უპირველესად ახალ საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანი წესებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რა თქმა უნდა მიმართულია იმისკენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ და ამის ღიას დაფიქსირებას ვაპირებთ. კეთილი, აი ბოლო კითხვასაც დაგისვამთ და დაგემშვიდობებით, ისე გამოვიდა, რომ ახან ლელოს წარმომადგენელი არ ყავს ოპონირებას ვერ გაგიწევთ, მე არ ვარ მომხრე, რომ ჟურნალისტი იყოს ოპონირებაში სტუმართან, მაგრამ უნდა გკითხოთ თავად ლელოც ამბობს, რომ ბოიკოტში მყოფ პარტიებიდანაც უნდათ ვიღაცებს არჩევნებში მონაწილეობა. ლელოს მიღმადანაც გამოსულა მსგავსი ხმები და აუცილებლად მინდა გკითხოთ, რომელს შეიძლება დაგიჯეროთ საზოგადოება. ნახეთ, ლელომ რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე უნდა შევიდეს, ფაქტობრივად პარტია დაეშალა. ყველაზე ისეთ მნიშვნელოვანი სპიკერები, ვინც იყო, ყველაზე ისეთ ძველი გამოცდილი წევრები, ამის გამორჩეული სპიკერები ამ ხალხმა დატოვა პარტია. ეხა რა ვიცი, ნახევარი მაინც ამ სპიკერებით წავიდა სახლში, იმიტომ რომ არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას. ჩვენს მხარეს პარტიები, რომლებიც არ თანამშრომლობენ, ერთსულოვნები ხარ თუ არიან? ერთსულოვნები აბსოლუტურად. არა, ვის კი რა უნდა ეიძულებინა, ხო? ანუ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, ისიც გვჯერა რომ სწორი არის და ეხა აქედან რამე გადინება ჩვენ არ გვაქვს პარტიებიდან, რომ აი არჩევნებში უნდა ვინმე შესვლა და თქვა ლელოსთან გახარეს. ეგეთ შემთხვევაში თქვენი პარტიებიდან გადინება უფრო ხმაურიანი გამოვიდოდა, ვიდრე დაუშვათ ლელოს პარტიიდან გადინება, მას შემდეგ რაც მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ არჩევნებში შეყო. და თქვენ ამბობთ, რომ კერძოდ თქვენს კოალიცია ცვლილებებში არავის არ გაჟღერებულა მონაწილეობის დისკუსიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გაჟღერდა თავდაპირველ დონეზე. ხო, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც დაშტამპული იყო აქ ყველა ერთი და აზრით. იყო ეს დისკუსია ჯერ კიდევ მარტში, აპრილში, მაისში, უბრალოდ ყველა გარემოება, რაც შეიქმნა მანამდე და ამ პერიოდში დაგვარწმუნა ჩვენს და რიგითი წევრების, ხო, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, 100-მდე საკრებულოს წევრი ყავს, ყველას ველაპარაკებით, ყველას ხვდებით და მართლა არ არის დღეს ერთი განსხვავებული აზრიც იმ ნაწილში, რომ აი ვინმე ფიქრობდეს, რომ იქნებ შევიდეთ და რაღაც შედეგი დაიდება. ყველა იაზრებს იმ რისკებს, რაც არჩევნებში შესვლას ახასიათებს და ახლავს თან და ყველა იაზრებს ასე თქვა იმას, რომ უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრულად და ჩვენ სიტყვას უნდა გქონდეს ფასი და ჩვენ სტრატეგიას უნდა გქონდეს თანმიმდევრობა და განგრძობადობა და ლელოს რაც შეეხება, ხო აი რომელს დაუჯეროთ რომ ამბობთ, ეგ არის ინდიკატორი, ხო გადაწყვეტილება რომ მიიღეს თითქმის ნახევარი სპიკერების წამოვიდა ამ პარტიიდან და ეს გადინება გაგრძელდება, რომ იცოდეთ რეგიონშიც გრძელდება მსგავსი პროცესები, სამწუხაროდ ლელოს სამწუხაროდ, თუმცა საერთო პროცესისთვის ეს კარგია და ჩვენგან არც არავინ გადინებულა და არც არავინ გაედინება, იმიტომ რომ რაზეც შევთანხმდით ამის გვჯერა, ეგ არავის არ დაუძალებია რომ ამაზე შევთანხმებულიყავით, ამის მართლა გვჯერა და ეს რვა პარტია ამაზე ვთანხმდებით ძალიან მკაფიოდ და შემდგომში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იქნება. აი ამ კამპანიის ფარგლებში, რასაც თქვია რეჟიმის დილეგიტიმაცია ამ არჩევნების ვერ შედგომა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის და საბოლოო ჯამში კრიზისის განმუხტვა იმით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. კეთილი, თუ უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებით ერთმანეთთან და საზოგადოებაც დაინახავს, რომ რაღაცებმა არ გაგტეხათ, როგორც შეგვია ხოლმე ქართულ ოპოზიციას, გადასარევი იქნება, მაგალითად გეტყვით სტუმრობისთვის დავით შავანაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის სუსმენდით სწორედ ახლა.